სალამშტობის მოგესალმებით მზიანი ათენიდან დილიდან მზიანათებს ჩვენთან. ყველას მადლობა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მოლოცვისთვის. მეც კიდევ ერთხელ გილოცავთ. მრავალი ბედნიერი დღეები მოგცეთ ღმერთმა და დღეს ჩემი დილა იწყება სამსახურით. სპანაერად არ შეიძლება. დილიდან დაგეკეთა სათვალე, ისეთი ამინდია ჩვენთან. მანათა მზეს არაფერი არ სჯობს, მე მგონი. სახლისაკენ ჰერი. მორჩმუშაობას მენდივარ სახლში. სასიხარულო ამბავი მაქვს, დანიელას აქვს სიცხე. დაურეკე პედიატრს და დამინიშნა ვიზიტი. ამ ყველაფერს ტრაგიკულად არ შევხედავდი რომ არა დანიელას დანიშნული ოპერაცია თვის ბოლოს და თვის ბოლო არ დაახლოებით ერთ კვირაში და ეხლა მოუნდა ჩემშვილს სიცხე ვირუსი და ამბები. გავგიჟდე ეხლა თუ მერე გავგიჟდე, მე მგონი უსაბუთო გიჟი ვარ უკვე თქო ვიძახე რა. ხო და დასამშვიდებლად სამსახურში თან მარტო ვიყავი. არავინ არ იყო სახლში. ჩართული მქონდა და ვუსმენდი, არ ვიცი ვლოგში ნახსენები მაქვს თუ არა, ძალიან მიყვარს ნიკოლაი ცისკარიძეს ნიკოს მოსმენა. აი უზომოდ მსიამოვნებს. ეს არის რა ვიცი ადამიანი კულტურა, ადამიანი ინტელიგენტი, ადამიანი ჰუმორის მქონე, უგანათლებულესი, ძალიან მაგარი ადამიანი. არ ვიცი ხა თქვენ ბალეტი რა დონეზე გიყვართ. მე არ იქავ გიჟდები და ჭკუა მეკეტება და ბალეტის გარშე არ შემიძლია თქო, მაგრამ ესე არ არის, მაგრამ არის კონკრეტული მაგალითად მაკნატუნა, ჟიზელი, მსიამოვნებს ყურება. არის ზოგიერთი სპექტაკლები, რომლის რაღაც დამაფრინდა, რომლის ყურებაც ძალიან მსიამოვნებს, ანუ გამოვარჩევ. მუსიკის მხრივაც, ქორეოგრაფიის მხრივაც, აი სიამოვნებით დავჯდებ და უყურებ. სხვათა შორის მაკნატუნა არის დანიელას ერთ-ერთი უსაყვარლესი. მუსიკას მოსწონს, ყურებაც მოსწონს. ხო და ცისკარიძეზე ვაბოდებ, რასაც ქვია. იმდენი რაიმე სწავლა შეგიძლია ამ ადამიანის მოსმენით. არ ვიცი, ძალიან ბევრი დოკუმენტური ფილმები თუ გადაცემები არის. ნუ რუსულ ენაზე, რა თქმა უნდა. ხო და თუ დაინტერესდებით, ჩაწერთ YouTube-ში. ამოგიგდებთ ძალიან ბევრ ვიდეოებს და ძალიან სასიამოვნო მოსასმენია ეს ადამიანი. ისე კარგად მოიხსენიებს ყველა მის ინტერვიუში საქართველოს ცხოვრების პერიოდს, იმდროინდელ კულტურას, დედამის და ზოგადად ცხოვრებისეულ გამოცდილებას, როდესაც ყვება ერთგვარ რაღაც მაგალითს გაძლევს თითქოს აი მართლა ბევრ რამეს სწავლობ ამ ადამიანის მოსმენით. მე ესე ვარ. ძალიან მსიამოვნებს მისი მოსმენა. ჯერ იუმორის გრძნობა აქვს, რაღაც სასწაული. რასაც მე ადამიანში ძალიან ვაფასებ. მე არ მიყვარს მუდო ადამიანი. იუმორის გრძნობა რო არა აქვს და რეაქცია რო არა აქვს და ასე შემდეგ. წავედით სახლში. ბაროფისო. გამძვრა სული. საღამოშიც რო დაკრება 15 უნდა ვიყო პედიატრთან. მაგარია ძალიან. პისო, რას მიყურებ? რა ლამაზი ხარ?
მე როგორ მინდა რომ მოგეფერო. მოდი. სიყვარული პატარა. მოვედი სახლში და დამხვდა ზურას მოტანილი ქართული რესტორნიდან ლობიანი, ხაჭაპური და კუბდარი და გადავწყვიტე ჩაი დამელია გემრიელად. ჩემ სახეს არ ვიმჩნევთ, მოვედი გიჟივით სახლში და ეხლა გავბევარ მარკეტში, იმიტომ რომ არაფერი არ მაქვს და მე მოგვიანებით უნდა წავიყვანო დანიელა პედიატრთან. და რაღაც გული მიგრძნობს რომ ანტიბიოტიკი გარანტირებული გვაქვს. ხო და ეხლა უცებ წავალ მარკეტში, ვეცდები რომ დიდი ხანი არ დამაგვიანდეს, იმიტომ რომ ცოტა მინდა რომ დავისვენ, იმიტომ რომ ძალიან დაღლილი ვარ. ხო და წავედით. ვაიმე როგორ არ მანქანა გახურებული, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. წავედით სკლავენიჩში. მოვინიე მარკეტი. დავიტანჯე სალაროსთან, იმიტომ რომ შენ თვითონ რო ატარებ სალაროსთან პროდუქციას. ისეთ სალაროზე ვიყავი და ჭედავდა. ჭედავდა არ ვიცი. ეს ერთი. ეს ორი. ხვითარი არის ამოდენა. დავხარჯე 112 ევრო და 95 ცენტი. 112 ევრო შემიძლია ვხდარდე. ესეც მესამე. ხორცეულობა არაფერი არ მიგიძლია. ხოლო წავედით ახლა სახლისაკენ. ზურა სახლში იქნება უკვე. ბაი. სადნა წახვიდა? იდეა სოფიასთან. სოფიასთან მივდივართ ახლა. დანის პედიატრთან და მას შეხედოთ რაღაცია. ეგრეთ წოდებული ბოტასი თქო. ბოტები კალოშებიაცვია ღმერთო. ფეხიდან არ იცილებს, ხალხო, ფეხსაცმელებს ვარჩევდი და შესანახად მქონდა გადადებული და ეს ქალბატონი არ იძრობს ცოცხალ თავით. გასარეცხია? გაგირეცხეთ უკვე ფეხსაცმელები, გაგირეცხეთ. წავედით. დედაშენს ისე საცოდავად ეძინა სავარძელში წეღან. ზუსტად იმ დროს გამეღვიძა, რომ უნდა ამდგარიყავით და მომზადებულიყავით ჩამძინებია სავარძელში. წავედით ახლა სოფიასთან ნახოთ რას გვეტყვის, ხო? კი იცინებს ბევრს შენს ფეხსაცმელებზე სოფია. დრო ნახავს რა გაცვია. ზუსტად 15 წუთი გვაქვს დრო. ხო? ეს ყელი ისე აქ ყელი ვერ საუბრობს. ვიყავით მოკლედ პედიატრთან, გაუკეთდა სტრეპ ტესტი, ქალბატონს გასინჯა. საბედნიეროდ სტრეპტოკოკი არ აღმოაჩნდა, მაგრამ აქვს სასტიკი ანთება. 10 დღე დაუნიშნა ანტიბიოტიკი. შესაბამისად ოპერაცია გავქნდა. ეს იყოს კარგად. უბრალოდ ეხლა რო გადავრეკე ოფთალმოლოგთან, ეხლა ვათენში არა ვარო. მე თვითონ დაგირეკავო, ნახავო რომელ რიცხვში იქნება თავისუფალიო.
და იმედია ისევ 2-3 თვე არ მოგვიწევს მოცდა. როცა ყველაზე მეტად არ გინდა რომ გახდეს ავად, მაშინ ხდება ბავშვი ავად. რა მოგცა შენ სოფია? შეახრამუნა უკვე? შეჭამე? ეს ვისია? ეს ვისია? შენი თუ ევეკოსთვის გამოგატანა? შენია თუ ევეკოსთვის გამოგატანა? ვისთვის გამოგატანა? შენ მოგცა ორივე? და მაიმუნია ხა? ევეკოსთვის რა გამოგატანა? ეს ნახეთ ხა? ეს ასაცი. ხოდა მოკლედ ესე 10 დღე ხა ანტიბიოტიკი უნდა სვას. პლიუს მითხრა 2 დღე უნდა დალიოს დექსამეტაზონი. ნუ გარკვეული დოზა, იმიტომ რომ ძალიან შეშუპებული აქვს გლანდები. და აშკარად უჭირს ღამეს უთქვაც და ლაპარაკიც უჭირს. ხოდა მოკლედ ეს წავით ახლა აფთიაქში ვიყიდოთ ანტიბიოტიკი. და რა თქმა უნდა, სამზარეულოში საქმე არ ილევა, როგორც კი მოვედი, გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა ორაგულის სუპი ნაღებით, რომელიც მე და ნარგოს ძალიან გვიყვარს და დიდი ალბათობით ევეკოც შეჭამს, გამოიყურება აი ესე. არის უგემრიელესი და მოკლედ ახლა ამას მივირთმევ და მე სხვა საქმეებს გავაგრძელებ. მე კი აქედან დაგემშვიდობებით, შევხვდებით მომავალ ვლოგში დროებით.